მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო. პირველ რიგში მინდა გითხრათ მადლობა გამოწერისთვის, კომენტარებისთვის, ლაიქებისთვის, თქვენი ყურადღებისთვის, ყველა იმ სიტყვისთვის, რასაც ჩემთვის იმეტებთ ხოლმე კომენტარებში. დღეს გამომდინარე იქიდან, რომ პირადად ჩემი დაკვირვებითაც ადამიანების ემოციები კონტროლს აღარ ექვემდებარება, ადამიანები საკმაოდ გაღიზიანებულები, გაბრაზებულები არიან. მაინტერესებს საიდან მოდის ეს ყველაფერი, რა ხდება საერთოდ ადამიანების ცხოვრებაში და კონკრეტულად ჩემი გამომწერების ცხოვრებაშიც. თუ თქვენს გაქვთ ესეთი განცდა, რომ შეიძლება თქვენს გაქვთ რაღაცა შფოთვები, ნეგატივი და დაძაბული სიტუაციები, მოდი გავიგოთ, ვნახოთ, რატომ, საიდან მოდის ეს ყველაფერი და სამომავლოდ რას გვიმზადებს ცხოვრება. მოდი გავაკეთოთ ორ ვარიანტად. ორი ვარიანტი იქნება, რა ენერგიებში ხართ თქვენ პირადად ახლა და რას ითხოვს სამყარო ამ ეტაპზე თქვენგან. ორ ვარიანტად გავაკეთოთ. რა ენერგიებში ბრძანდებით ახლა და რას ითხოვს სამყარო თქვენგან ამ ეტაპზე. ნახოთ. რა ენერგიებში ხართ ახლა? ორი ვარიანტი. პირველი და მეორე. კარგად დააკვირდით, ჩემო ძვირფასებო, შეიგრძენით თითოეული მათგანი და აირჩიეთ პირველი ვარიანტი ან მეორე ვარიანტი. პირველი ვარიანტი იყოს მზის ფორმის სამკაული და მეორე ვარიანტი იყოს პეპლის ფორმის სამკაული. რა ენერგიებში ხართ ახლა? დააკვირდით, აირჩიეთ. და დავიწყოთ პირველი ვარიანტით. ვინც აირჩია ეს მზის ფიგურა, რა ენერგიებში ხართ ახლა? ძალიან საინტერესოა, ახლა ხართ ან შეყვარებულების ენერგიაში, ან არჩევანის წინაშე. მოდი დავაზუსტოთ. რა ენერგიაშია ახლა პირველი ვარიანტი? რა ენერგიაში ბრძანდებით ახლა პირველი ვარიანტის წარმომადგენლები? თქვენი ენერგიები. თქვენი ენერგიები. კარგით, ძვირფასებო. ამ ეტაპზე ვხედავ, რომ მაქსიმალურად ვცდილობთ იყოთ გახსნილი პირველ რიგში გარე სამყაროსთან, აჩვენოთ თქვენი დადებითი ენერგიები, დადებითი დამოკიდებულება, სიყვარული, პატივისცემა, თქვენ ვცდილობთ, რომ კეთილგანწყობა მოიპოვოთ ადამიანებში. შესაძლოა ეს იყოს საპირისპირო სქესის წარმომადგენელიც და თქვენი ურთიერთობა იყოს რაღაც ახალი, ახლა დაწყებული და მაქსიმალ ან ახლა გაღვივებული რაღაცა პაუზის შემდეგ, მაქსიმალურად ვცდილობთ ყოველ შემთხვევაში, რომ თქვენი დადებითი ემოციები, ენერგიები, სიყვარული გაუნაწილოთ ადამიანებს. თქვენი ენერგიები ამ ეტაპზე საკმაოდ მკვეთრია, ძლიერი ხართ, მიზანდასახული და ვცდილობთ, რომ თქვენი ცხოვრებისეული სიბრძნე, რაც მიიღეთ, გამოიყენოთ უკვე გარე სამყაროში, საზოგადოებასთან და თქვენი ნაბიჯები გადადგათ მატერიალურ პლანზე გარკვეული შედეგების მისაღწევად.
ვერ ვიტყოდი, რომ ცუდ ენერგიებში ხართ ესე გარეგნულად, თუმცა მოდი ვნახოთ, შინაგანადაც ასე ბრწყინვალედ გრძნობთ თავს, შინაგანად როგორ ხართ? შინაგანად. შინაგანად ძალიან განსხვავდება თქვენი გარეგნული მდგომარეობა, გარეგნული ფასადი, თუ ცუდად არ გამიგებთ, მაგრამ ეს სიტყვა უნდა გამომეყენებინა, იმიტომ რომ რეალურად გარედან რასაც ცდილობთ, ეს ყველაფერი ძალიან დიდი შინაგანი კრიზისების და დიდი შინაგანი წვალების ხარჯზე ხდება. შინაგანად თავს გრძნობთ დაღლილად, დაცარიელებულად, მარტოსულად, მარტო ებრძვით და უმკლავდებით თქვენს ცხოვრებაში არსებულ წინაღობებს და დეპრესიული ფონიც იკვეთება. შინაგანად მარტივად რომ თქვა, სასოწარკვეთაშიც ხართ თქო, ესეც კი შეიძლება. ასეც კი შეიძლება ავხსნა ეს არკანები, იმიტომ რომ შინაგანად ძალიან ბევრს დარდობთ, განიცდით, შფოთავთ, ნერვიულობთ, ფიქრობთ, რომ თქვენი მიზნების მისაღწევად ბევრი რამის გაკეთება და გადალახვა გჭირდებათ, ბრძოლა გჭირდებათ. გარშემომყოფები თითქოს არიან ადამიანები, რომლებიც გეკონკურენტებიან და თითქოს არ ყავთ ადამიანი, რომელიც გულწრფელად მთელი ენერგიით დაგიდგებათ გვერდით აი ამ გზაზე. მიუხედავად ამისა, თქვენ გარეგნულად ამას არ იმჩნევთ და ცდილობთ, რომ საზოგადოებას აჩვენოთ თქვენი დადებითი მხარეები, თქვენი ძლიერი მხარეები, ამას მაქსიმალურად ცდილობთ. თქვენ ძლიერი ადამიანები ხართ, გამომდინარე იქიდან, რომ მიუხედავად შინაგანი ტოქსიკური მდგომარეობისა, დიდი შფოთვების, შიშების გამომივა, არ გამომივა, როგორ გამომივა, დავძლევ, არ დავძლევ, აი როგორ დავძლევ და გადავლახავ ამ პრობლემას. მარტო ხართ, შინაგანად ხართ მარტო, ემოციურ, შესაძლოა ფინანსურ კრიზისშიც. თუმცა გარეგნულად ამას არ იმჩნევთ. მაქსიმალურად ცოცხალი ხართ, მაქსიმალ შინაგანად თითქოს მარტოსული, მაგრამ გარეგნულად ამ ყველაფერს არ იმჩნევთ და ცდილობთ, რომ თქვენი პოზიტიური მხარე დაანახოთ ადამიანებს. მოდი ვნახოთ ამ ეტაპზე სამყაროს რჩევა თქვენთვის. თქვენი ცხოვრების ამ ეტაპზე. რჩევა, მეგობრებო, არის ის, რომ თქვენ უნდა ემოციურად დისტანცირდეთ, ტკივნეული და ემოციურად მძიმე პერიოდისგან. ძალიან დიდი სულიერი კრიზისი გადალახეთ და თითქოს დააღწიეთ ამას თავი, უკვე წახვედით ამისგან, მაგრამ ამ მდგომარეობას ბოლომდე უნდა ჩაეხსნათ. და უნდა იყოთ მტკიცე, მყარი, ძლიერი, თავდაჯერებული და პრინციპში ამ გზაზეც დგახართ, ანუ სწორად იქცევით. მოდი ვნახოთ, რა გელოდებათ სამომავლოდ თქვენს ცხოვრებაში. ასე გააგრძელეთ, მეგობრებო, თქვენ მიყევით თქვენს ინტუიციას, ძალიან მალე მოვა თქვენს ცხოვრებაში საჩუქრები, ჯილდოები, იმ სირთულეებისთვის, რაც გაიარეთ და რასაც ახლაც გადიხართ შინაგანად, ასე გააგრძელეთ, ასე ბრძოლის უნარიანობით, სიძლიერით განაგრძეთ თქვენი ცხოვრება, რადგან სამყაროსგან ძალიან მალე მოვა საჩუქრები. ეს საჩუქრები იქნება ისიც, რომ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც გულწრფელად დაგეხმარებათ, დაგიდგებათ გვერდით. ეს იქნება სამყაროსგან გამოგზავნილი ადამიანი თქვენს ცხოვრებაში. თუ ახლა მარტოსულად გრძნობთ თავს და ეს გამოჩნდა წინა არკანებიდან, სამყარო გეუბნებათ, რომ ძალიან მალე თქვენ არ იქნებით მარტო, თქვენ იგრძნობთ დახმარების, მხარდაჭერის, გვერდში დგომის ხელს. გულწრფელად დაგეხმარებიან. მოდი ვნახოთ, ვინ იქნება ეს ადამიანი? ვინ დაგეხმარებათ? ვინ დაგეხმარებათ? საოცრება ამოვიდა პირდაპირ მნიშვნელობით. სამივე უმაღლესი არკანი. პირველ რიგში თქვენი მხარდამჭერი და დამხმარე, ეს არის თავად სამყარო, რომელიც ასრულებს თქვენთან კარმულ გაკვეთილებს და გადაყავხართ საერთოდ ახალ ცხოვრებაში. დიახ, მეგობრებო,
კარმული პერიოდი სრულდება, აქ კონკრეტული პიროვნება აღარ გამოჩენილა. რა თქმა უნდა, სამყარო სხვა ადამიანების ხელით გვეხმარება ხოლმე და ასეთები იქნებიან. თუმცა თავად სამყარო გეხმარებათ, რომ ძველი ეტაპი დაასრულოთ, გადახვიდეთ სრულიად ახალ ცხოვრებაში და ახალ რეალობაში. ამიტომ თუ ახლა გაქვთ იმის განცდა, რომ მეტი აღარ შეგიძლიათ, ძალიან დაიღალეთ ბრძოლით, მესიჯი სამყაროსგან ასეთია, რომ სულ მალე დასრულდება ეს პროცესები, მაქსიმუმ 1-2 თვე გაიწელოს კიდევ და როგორცვე ეს პროცესი დამთავრდება, თქვენ გადადიხართ ახალ ეტაპზე. რა იქნება აი ამ ახალ ეტაპზე თქვენს ცხოვრებაში? რა იქნება? ინგრევა ყველაფერი ძველი, რაც დასანგრევია და აქედან გამომდინარე შეიძლება გქონდეთ ემოციური ფონი, მაგრამ ამას ყურადღება არ მიაქციოთ და რა იქნება? იქნება ის, რომ წინ მიდიხართ ყველანაირ ასპექტში, პირადი ცხოვრება, კარიერა, ფინანსები, წარმატება. ფაქტობრივად ყველაფერს ზედმეტს გაშორებს სამყარო, იმისთვის რომ თქვენი გზები გაიწმინდოს, გაიხსნას და წინ წახვიდეთ. და მინდა რომ მხოლოდ ერთი არკანით შევკრათ ეს გაშლა და დავასრულოთ. ასე გააგრძელეთ, როგორც ცხოვრობთ, არ ჩაიკეტოთ, მაქსიმალური კომუნიკაციები და საკუთარი თავის გამოხატვა. საკუთარი თავი გამოავლინეთ მაქსიმალურად ბოლომდე. რა ძალებით დაგრჩათ, რა ძალებით შემოგრჩათ იმ რთული პერიოდებიდან, მოიკრიბეთ ეხა ძალა, იცოდეთ, რომ ბოლოში ხართ უკვე გასული და მიაწექით, გააკეთეთ ყველა საქმე, რაც უკვე დაწყებული გაქვთ. კი, საბოლოოდ იქნებით ძალიან კმაყოფილი თქვენი განვლილი გზით. ეს იყო პირველი ვარიანტის შემთხვევაში. დავემშვიდობები პირველ ვარიანტს. და გადავიდეთ მეორე ვარიანტზე. რა ენერგიებშია მეორე ვარიანტი ახლა? კვერთხების 6. დავაზუსტოთ. დავაზუსტოთ, რა ენერგიებშია ახლა მეორე ვარიანტი? რა ენერგიებშია ახლა? რა ენერგიებშია მეორე ვარიანტი? ოხ, ჩემო ძვირფასებო, მეორე ვარიანტის წარმომადგენლებო, თქვენ ხართ ენერგიებში, როდესაც თქვენი უპირატესობა, თქვენი სიძლიერე უნდა დაამტკიცოთ. თქვენ აი ამ პროცესში ხართ ახლა, გიწევთ, რომ საზოგადოებას დაუმტკიცოთ, როგორ ძლიერი ხართ, რომ იმსახურებთ წარმატებას, წინსვლას, გამარჯვებას, რომ რაღაც შეგიძლიათ. აი რაღაც საქმეში, არ ვიცი, მაგალითად, სწავლის კუთხით, სადღაც ჯგუფია, ვთქვათ, და ბევრი ადამიანი კონკურენტება ერთმანეთს. თქვენ გიწევთ დაამტკიცოთ თქვენი უპირატესობა და ნებისმიერ თემაზე მოირგეთ ახლა თქვენ თვითონ, რომ ნებისმიერ საქმეში თქვენ ახლა გიწევთ დაამტკიცოთ თქვენი შესაძლებლობები, თქვენი სიძლიერე, თქვენი ცოდნა და ასე შემდეგ. თქვენ ამ ეტაპზე კი ბატონო ხართ თითქოს ინარჩუნებთ ბავშვურ ლაღ ენერგიებს და პოზიტივს, თუმცა გაქვთ შეგრძნება, რომ ძალიან გადამწვარი ხართ და დაღლილი და მეტი აღარ შეგიძლიათ და ამავდროულად გულის ტკენის დიდ ენერგიებს უგრძნობთ, გული გტკივათ, ძალიან გტკივათ, იმიტომ რომ ესე იგი ბოლო პერიოდში გამოჩნდნენ ადამიანები, რომლებიც თქვენს ამ რაღაც დიდებულებას, ესე თქვენს ამაყბუნებას ვერ იტანდნენ და ბევრმა ადამიანმა ჩაგარტყათ თითქოს გულში რაღაცა ისრები, ოღონდ გადატანით მნიშვნელობით რომ გავიგოთ, შეიძლება და ეს ყოფილიყო მათი ძალიან ცუდი სიტყვები, საქციელი, აი რაღაცით ძალიან გატკინეს გული ერთმა არა ბევრმა ადამიანმა. და თქვენ ახლა ხართ მდგომარეობაში, რომ გიწევთ ძალიან დიდ პასუხისმგებლობას გაუმკლავდეთ მარტო და ვერც დაანებებთ, ვერც დაყრით ხა აი ამ სიმძიმეს.
ვერც მიაგდებთ ძალიან გამოფრიტული და დაღლილი კი ხართ, მაგრამ არ გაქვთ გრძნობთ შინაგანად ამისი უფლება, რომ ახლა მოდუნდეთ, იმიტომ რომ დასამტკიცებელი გაქვთ, რომ თქვენ ხართ ძლიერი, რომ თქვენ იმსახურებთ რაღაც პოზიციებს. აი ესეთ ბრძოლებში ხართ, თან გულით ტკივათ და გულნატკენი ხართ, თან შრომობთ და იბრძვით და თქვენი უპირატესობა დასამტკიცებელი გაქვთ და თან შინაგანად ყოფნით იმდენი ძალა, რომ ამ ფიზიკურ და ემოციურ ტვირთსაც გაუძლოთ, გაუმკლავდეთ, იბრძოლოთ და შეინარჩუნოთ დადებითი ენერგიები. საკმაოდ ბრძოლის უნარიანი ადამიანები მიყურებთ აქ. მოდი ვნახოთ რა იქნება შემდეგ, როგორ გაუმკლავდებით ამ ყველაფერს და როგორ გაივლით ამ პროცესებს. თასების ტუზი, კვერთხების ცხრიანი და ხმლების მეფე. ემოციური აფეთქების პერიოდი გექნებათ. შეიძლება ძალიან შეგაწუხონ ამ თქვენმა კონკურენტებმა და ცოტა დაგძაბონ ისე რომ მიხვდეთ რომ ახლა ჩემი ტერიტორიები ძალიან უნდა დავიცვა. ანუ ჩემი პოზიციები მტკიცედ უნდა დავიცვათ და თქვენ ამას მოახერხებთ დადგებით ძალიან მკაცრ ხის პოზიციაში და ყველა ადამიანს თავის საკადრის ადგილს და საკადრისად გასცემთ პასუხს, საკადრის ადგილს მიუჩენთ კი ნამდვილად პირდაპირ მნიშვნელობით. და ვნახოთ მიაღწევთ თუ არა ამ გამარჯვებას საბოლოოდ გაიმარჯვებთ. კი, აუცილებლად გაიმარჯვებთ. ასე გააგრძელეთ, იბრძოლეთ. სამყაროს დიდი დახმარება გექნებათ, იგრძნობთ რომ სამყარო თქვენს მხარესია და აუცილებლად გახვალთ ფონს. შეიძლება ცოტა რთული და გაჭიანურებული იყოს ეს გზა, მაგრამ აუცილებლად მიაღწევთ თქვენსას. და კიდევ ერთი რჩევა მაინტერესებს უბრალოდ. ძალიან საინტერესოა. კი ბატონო, რჩევა. რჩევა არის მეგობრებო ის, რომ ყველაფერი ძალიან კარგად ჩაივლის, რომ თქვენ მიაღწევთ წარმატებას, თუ რაიმე გამოცდები გელოდებათ წინ ან რაღაც ჩასაბარებელი გაქვთ, წარმატებით ჩააბარებთ, ყველაფერს წარმატებით გაუმკლავდებით, შეინარჩუნეთ ყველანაირი ბალანსი. ემოციური, ფინანსური, მაქსიმალურად შეინარჩუნეთ ბალანსი და მოიკრიბეთ ძალები. მეორე ვარიანტს, ახლა ვიცი თქვენ ვინც მიყურებთ, ძალიან ბევრი მტერი ყავთ, ძალიან ბევრი კონკურენტი, არაკეთილის მსურველი. ადამიანები, რომლებიც ელოდებიან თქვენს დაცემას, თქვენს აი პირდაპირ მნიშვნელობით დანარცხებას, კრახს, აი ელოდებიან ჩასაფრებულები რა. და არ მისცეთ ამისი უფლება, არც მისცემთ. ნამდვილად, იმიტომ რომ გაქვთ ამის ძალა, რომ ყველაფერს გაუმკლავდეთ და ერთადერთი მართლა რაც შემიძლია გითხრათ აქედან, ემოციებს გაუფრთხილდით. ემოციებს გაუფრთხილდით და ფსიქოლოგიურ მდგომარეობას მაქსიმალურად გაწონასწორებულები უნდა იყოთ, იმიტომ რომ ბევრი ადამიანი გერჩით და არ უნდა იმოქმედოს ამან თქვენზე. პირიქით ეს ძალიან კარგია, იმიტომ რომ ესე იგი მათთვის ხართ კონკურენტი, ცოტა საშიშიც, თქვენ ძალიან ჩანხართ, ესეთი ადამიანი ხართ, რომ ვერსად ვერ დაიმალებით, ყველანაირად ჩანხართ და ეს იწვევს მათ გაღიზიანებას და აღშფოთებას. და მიაწექით ბოლომდე, ვინც იბოღმება და აი ბოლომდე გასკდეს. თქვენ ამის ძალა და უნარი გაგაჩნიათ, თქვენ ამას მოახერხებთ კიდეც, აი ასე ჩანს ამ არკანებში. საბოლოო შედეგი რა იქნება ერთი არკანით. თასების სამიანი. თქვენ გაიმარჯვებთ ყველა წინაღობაზე და აბსოლუტურად გამარჯვებული, წარმატებული, ბედნიერი გამოხვალთ ყველა რთული სიტუაციიდან. იმდენად კარგი შედეგები გექნებათ, რომ საბოლოოდ აღნიშნავთ, იზეიმებთ, კარგადაც შეიძლება დალიოთ, მოილხინოთ მეგობრებთან ერთად და საბოლოო ჯამში ძალიან კმაყოფილი და ბედნიერი იქნებით თქვენი გზით და ამაყი, რომ აი ეს გზა გამოიარეთ. ამიტომ არც ერთ შემთხვევაში თქვენ ახლა დანებების უფლება არ გაქვთ. მაქსიმალურად ბოლომდე იბრძოლეთ, წელში გამართულმა მხარეებში გამართულმა არავის დაანახოთ თქვენი სისუსტე. ეს მდაბიოები, რომლებიც გერჩიან და პარაზიტები მართლა ესე რომ გიყურებენ ქვემოდან და ცდილობენ რომ დაგცინონ თუ რაღაცა უკან დაგხიონ, არ გაახაროთ ეს ადამიანები, თქვენ ამის ძალა გაქვთ. არც კი შეიმჩნიოთ მათი არსებობა, უბრალოდ გააგრძელოთ ის გზა, რა გზაზეც ისედაც გახართ. თქვენ იქნებით გამარჯვებული. ეს არის უახლოესი 2 თვე ნახევრის 3 თვის პროგნოზი, თქვენ ამას აუცილებლად მოახერხებთ, აუცილებლად შეძლებთ. ეს არის ჩვენი მეორე ვარიანტი, მე ახლა უნდა დაგემშვიდობოთ და გისურვოთ ყველაფერი საუკეთესო ცხოვრებაში, მომავალ ვიდეომდე გემშვიდობებით. დამეწერეთ თქვენი კომენტარები, თქვენი შეფასებები, ლაიქებით გამოხატეთ, მოწონებით გამოიწერეთ ჩემი არხი და დამეწერეთ კომენტარებში ყველაფერი, რასაც ფიქრობთ ჩემს არხთან დაკავშირებით, გაშლასთან დაკავშირებით, რა სისურვებთ და ასე შემდეგ და რამდენად რეზონირდა, რაც მთავარია. გისურვებთ ყველაფერს საუკეთესოს მომავალ ვიდეომდე.